რუსთავი თბილისის ავტობანის მშენებლობა განახლდება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობა მიიღო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი ტენდერის პირობებზე მუშაობს. ტენდერი უახლოეს მომავალში დაინიშნება. ავტობანის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სექტემბერში შეაჩერეს. მოულოდნელად კომპანია New Energy, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. აღნიშნული კომპანია ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება. ყოფილი ხელისუფლების პირობებში New Energy-ს რამდენიმე მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული. კომპანია New Energy მშენებლობა ტენდერში გამარჯვების შემდეგ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო, მაგრამ სექტემბრიდან სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული აქვს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, New Energy სამინისტროს საბანკო გარანტია ვერ წარუდგინა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. შესაბამისად, გაკოტრებული New Energy ტენდერიდან მოიხსნა. New Energy, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და ამიტომ დისკვალიფიცირებული იქნა ამ კონკრეტული ტენდერისგან. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება და ამ სამუშაოების დაწყება. სააკაშვილის ხელისუფლებამ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დაწყება პირველად 2009 წელს დააანონსა. მეორედ მშენებლობა 2010 წელს უნდა დაწყებულიყო. 2012 წლის აგვისტოში კი მიხეილ სააკაშვილმა ავტობანის მშენებლობის დაწყება მესამედ გვამცნო. რუსთაველების თქმით, ავტობანის მშენებლობის გახსნის პრეზენტაციის შემდეგ მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა. ერთი დილაც იყო მოვიდა, გავჩერდი, შევხედე, აქ ტრაქტორები მუშაობდნენ, ასუფთავებდნენ ამ ადგილს. და დღის მეორე ნახევრისთვის შემოვიდა ერთი 100 ტექნიკა მაინც, ტრაქტორები, დიდი მანქანები, ყველანაირი ტექნიკა თითქმის და გააჩერეს აქ, მოაწყეს, სცენა მოაწყეს. მიღება ქონდა ეთყობა სააკაშვილს, რაღაც გახსნა იყო თუ რაღაც გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც გავიგებ. და მეორე დღისით რომ მოველთ, კაცშვილი აღარ დაგვდა, აღარც მანქანა, აღარც ტრანსპორტი, არაფერი. ერთი კვირა იმუშავეს და შეჩერდა მერე მშენებლობა ის. New Energy-ს ხელმძღვანელობას ფირმის ლიკვიდაციაზე საჯარო რეესტრში განცხადება აქვს შეტანილი. კომპანიის მფლობელი ლუხუმ კაპანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანაკლასელია. New Energy-ს ოფისში კომენტარზე მისულებს მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დაგვხვდნენ. მათი თქმით, კომპანიის ადმინისტრაცია და თანამშრომლები ოფისში აღარ დადიან.